და სპორტის სიახლე 2021 წლის 4 სექტემბერს თბილისი დრიფტში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქში 25 ქვეყნის საუკეთესო ავტომრბოლელი ჩამოვა. კონტინენტის პირველობაზე სპორტსმენები ავტოსპორტში არსებული ყველაზე მძლავრი ავტომობილებით გამოვლენ, რომელთა საშუალო სიმძლავრე 1000 ცხენის ძალაა. ელიტურ ტურნირზე ჩვენს ქვეყანას 2 მრბოლელი წარმოადგენს. შეჯიბრებაში მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონი ნოდარ კოდუა და ვიცე-ჩემპიონი მევლუდ მელაძე მიიღებენ. წლების განმავლობაში მთელი ევროპის მასშტაბით ჩვენ ხვდებოდით ორგანიზატორებს და როგორც იქნა წელს მოვხიბლეთ ჩვენი უნიკალური ქალაქის ლოკაციით. ეს იქნება უპრეცედენტო ღონისძიება, რომელსაც 25 ქვეყნიდან 50-მდე მსოფლიო დონის მრბოლელი დაესწრება და ამას 10,000-ობით როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმარი გულშემატკივარიც იხილავს. საქართველოს დრიფტის სერიები, საავტომობილო სპორტის ფედერაცია, სპორტის სამინისტრო და თბილისის მერია უკვე აქტიურად მუშაობს ამ დიდი ღონისძიების ჩასატარებლად.